Imagine. წარმოიდგინეთ, რომ წლების განმავლობაში ხართ მინისტრი, პრემიერი, პრეზიდენტი, ემსახურებით ქართულ ოცნებას. მაგრამ არ გამდიდრებულ ხართ. დეკლარაციაში თქვენს სახელზე ახალი თითქმის არაფერია. არც ბინა, არც კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი. გჯერათ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მაღალჩინოსნები ასე ღარიბულად ცხოვრობენ. მათ შორის ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი. ამ ეპიზოდში მოგიყვებით, ვინ ცხოვრობს ყველაზე მოკრძალებულად დეკლარაციის და საჯარო რეესტრის მიხედვით. თქვენ კი ანონიმურად მოგწერეთ, ხომ არ გსმენიათ მათ სიმდიდრეზე და გადამალულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ეს ეპიზოდი დააფინანსეს აიფაქტის მხარდამჭერებმა. ქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. ამიტომ გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის სიმართლის მცველი. მიხეილ ყაველაშვილი 2 წლის წინ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. იქამდე 3 მოწვევის პარლამენტარი, კიდევ უფრო ადრე ევროპული თუ ქართული კლუბების ფეხბურთელი იყო. ყაველაშვილს ოფიციალურად მხოლოდ ერთი ქონება აქვს, ავტოფარეხი ვაკეში, გაბაშვილზე, რომელიც 2007 წელს იყიდა. დეკლარაციის მიხედვით სხვა ქონება არც მას აქვს და არც მის ცოლს. პრეზიდენტს და მის ოჯახს ოფიციალურად არც ავტომობილები ჰყავთ. ჩვენს და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის ублюдок засранец вонючий. დეკლარაციას და საჯარო რეესტრს თუ დავუჯერებთ, ოფიციალურად სახლკარი არ აქვს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. ის მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. იქამდე 7 წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილე იყო. ქონება პირად საკუთრებაში არც მას აქვს და არც მის მეუღლეს, რუსუდან ჯავახიშვილს, რომელიც ევროპის სკოლაში მენეჯერად მუშაობს. პრეზიდენტის მსგავსად, ლაშა ხუციშვილის დეკლარაციაშიც ცარიელია ავტომობილების გრაფა. რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე? გაგიკვირდებათ და ახალსთან დიდრულს არაფერს. თითემაც იცის გადაჩოვა. მის სახელზეა ერთი ბინა და ავტოფარეხი წყნეთის გზატკეცილზე, რომელიც 2016 წელს მამა მაჩუქა. დაგაბეშნიგარი მამა თქვენია შემიძლია გითხრათ, მადლობა. დეკლარაციის მიხედვით კობახიძეს მეტი არაფერი აქვს, სუბუქი ავტომობილიც კი. ერთი S-კლასის მერსედესი ჰყავდა, რომელიც 2024 წელს გაყიდა. რაც შეეხება თანხას, ანგარიშებზე აქვს $30,000 და $71,000 ლარი. მისი ძირითადი ხარჯი კი შვილების სწავლის საფასურია. წელიწადში დაახლოებით $30-40,000 ლარი. თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია? არსებობს დამატებით ძალა, რომლებსაც ზეგავლენა აქვთ პოლიტიკურ მოქმედებებს. თითქმის ცარიელი დეკლარაცია აქვს მარიამ ლაშხს. ის 2020 წლიდან ქართული ოცნების დეპუტატია და ამჟამად განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს. ლაშხის და მისი მეუღლის სახელზე არის ჯამში $20,000 2 ავტომობილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მარიამ ლაშხის დეკლარაციაში მხოლოდ ერთი, საგურამოს მიწის ნაკვეთია, რომელიც წლების განმავლობაში დედამისის იყო და შვილს 2024-ში აჩუქა. დეპუტატი ჩაწერილია ვაკეში, მამამისის ძველ მისამართზე. გია ვოლსკი 30 წელზე მეტია პოლიტიკაშია. შევარდნაძის დროსაც საჯარო მოხელე იყო და სააკაშვილის დროსაც.
ქართული ოცნების პირობებში კი მარადმწვანე დეპუტატია. Deep State-ისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნეს დამარცხებული. თანდათან დაწინაურდა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. გჯერათ თუ არა, რომ ამ ფონზე მისი ქონებრივი დეკლარაცია მწირია. ახალი ქონება არ დაუმატებია. ბოლსკის სახელზეა 2003 წელს ნაყიდი მიწის ნაკვეთი დუშეთში, სოფელ ჭოპორტში და ერთი ბინა ხეთაგუროვის ქუჩაზე, რომელიც 90-იან წლებშიც ჰქონდა. ბეძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. მის მეუღლეს ნინო სოლოღაშვილს კი ვერაზე აქვს მხოლოდ ერთი მემკვიდრეობით მიღებული ბინა. დეკლარაციას და საჯარო რეესტრს თუ დავუჯერებთ, ცოლ-ქმარს არც მსუბუქი ავტომობილი ჰყავს და არც რაიმე ბიზნესი აქვთ. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.